დევნილთა და განსახლების სამინისტრომ 6 სამედიცინო კლინიკასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში კლინიკები: გორმედი, სენამედი, ჩხობაძის სახელობის სამედიცინო კლინიკა, ინფექციურ დაავადებათა ცენტრი მედიკალ სიტი, დიმიტრი ნაზარაშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონული სასწავლო ცენტრი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქირურგიულ ოპერაციებს ჩაუტარებენ. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული კლინიკების ექიმთა ჯგუფებმა გორში, ნარკოლოგიური ცენტრის, ტურბაზისა და ვერხვების დასახლებებში დევნილებს უფასო ამბულატორიული გამოკვლევები ჩაუტარეს. გარდა ამისა, ექიმთა მობილურმა ჯგუფებმა ძიმე ავადმყოფები ადგილზე გამოიკვლიეს. დევნილთა უფასო სამედიცინო გამოკვლევების პროცესი სოზარ სუბარმა მოინახულა. სხვადასხვა კლინიკის სამყარო ექიმები შეხვდნენ დევნილებს, ჩაუტარეს შემოწმებები, გარკვეულ სამედიცინო დახმარებები გაუწიეს, საჭიროებები გამოიკვლიეს და რაც თავარი ის არის, რომ ეს არ დაწყებულა დღეს, ეს ძალიან დიდი ხანია თანამშრომლობა ხდება. ხოლო დღეს გაფორმდა უკვე მემორანდუმები და მემორანდუმის საფუძველზე იქნება მომავალში თანამშრომლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და კიდევ ერთი გამოხატულება იმისი, თუ რამდენად პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის დევნილთა სამედიცინო მომსახურებაზე ზრუნვა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამები მოიცავს ძალიან დიდ ნაწილს დევნილთა სამედიცინო მომსახურებისა, მაინც რჩება გარკვეული მცირე სეგმენტი, სადაც სწორედ ამ ტიპის დახმარება არის საჭირო. ჩვენი კლინიკა აქტიურად მონაწილეობს პროექტში, რომელიც გულისხმობს დევნილთა სამედიცინო მომსახურებას. კლინიკა გახლავთ მოტივირებული ამ პროცესთან დაკავშირებით. სრული სპექტრია სპეციალისტებისა, როგორც აღნიშნეთ, კლინიკა ასრულებს პირველი და მეორე დონის სრულ მომსახურებას. ამ ბენეფიციარებს იმ თანაგარდახდის პრინციპში, რომელიც დევნილებისთვის საკმაოდ რთული გახლავთ, ჩვენი კლინიკა ატარებს უფასო სამედიცინო მომსახურებებს.